ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს, რომელსაც რელიგიური ორგანიზაციებისა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სააგენტოს თავმჯდომარემ ქართული სახელმწიფოსა და ტოლერანტული გარემოს გამტკიცებაში რელიგიური ლიდერების როლზე ისაუბრა. რელიგიის სააგენტოს ინიციატივით ტოლერანტობის დღე საქართველოში ამგვარი ფორმატით 2016 წლიდან აღინიშნება, პირველი მასპინძელი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იყო. მსოფლიოში კი თარიღი იუნესკოს მხარდაჭერით 1995 წლიდან აღინიშნება. რელიგიურ უმცირესობებს, რელიგიური აღმსარებლობების წარმომადგენლებს საქართველოში უნდა ჰქონდეთ და აქვთ სრული შესაძლებლობა იმის, რომ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განახორციელონ თავიანთი რელიგიური მსახურებანი და ამავე დროს ბუნებრივი ეს გულისხმობს უდიდეს პატივისცემას წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიისადმი, საქართველოს პატრიარქისადმი, რადგან სწორედ საქართველოს პატრიარქის უწმინდესის და უნიტარესის ილია მეორის მოღვაწეობა განაპირობებს იმას, რომ საქართველო დღესაც იცავს იმ მრავალსაუკუნოვან ტრადიციას, რაც გულისხმობს ტოლერანტობას. საქართველოს ისტორიულად ყოველთვის იყო არის და დარწმუნებული ვარ მომავალშიც იქნება ეს ტოლერანტული, რისი გამოხატულებასა დღეს ლუთერული ეკლესიაში საქართველოში არსებული ყველა რელიგიის ერთად ყოფნა და ამ დღის წარმატებულად აღნიშნა სახელმწიფო აკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს. ერთის მხრივ ხელშეწყობდა დიალოგი სახელმწიფო და რელიგიებს შორის და მეორეს მხრივ თვითონ რელიგიებს შორის კომუნიკაცია და ურთიერთობა, რაც შემწყნარებლობის საუკეთესო გამოხატულებდა.